ბევრი შეტყობინება შემოდის იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ დემენციის ადამიანს, რომელსაც დემენციის აგრესიული ფორმა აქვს. Როგორც მოგეხსენებათ, მეწამლის გარეშე ვახდენ დამორჩილებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავის დამორჩილებით, ანუ, ნახეთ, დემენცია მქონე ადამიანთან მომვლელი უნდა იყოს გაწონასწორებული, რადგან სხეული ცხოველის გვაქვს და რადგან უკვე აი ამით ვერ ხდება ინსტინქტების გადაფარვა, ინსტინქტების, როგორ გითხრათ, აი ინსტინქტების უგულველყოფა და ასე შემდეგ, ხო? გაშიშვლებული არის ადამიანი, შესაბამისად უფრო დედაბუნებასთან ახლოს არის დემენცია მქონე ადამიანი და ყველაფერს ენერგიას, როგორც ცხოველი, ხო? როგორც ბავშვი უფრო კარგად გრძნობს, ვიდრე ბუნებას მოწყვეტილი, გაზრდილი ჩვენი თავი. ამიტომ თქვი წინაპრებშიც და ახლაც აუცილებელი არის არ მოწყვეტოთ შვილები დედაბუნებას. სათბურის ყვავილივით არ უნდა აღზარდოთ, იმიტომ რომ ეს ცხოველი, ეს სხეული თუ არ ისწავლეს დამორჩილება, განვითარება, არ მოხდება მათი გაადამიანება. ან ძალიან რთულად შეცდებიან თავად გაადამიანებას შეუწყოთ ხელი. ამ ცხოველის გაზრდას, განვითარებას, გაწვრთნას და ასე შემდეგ. ამიტომ მიეცით საშუალება ბავშვებს იყვნენ დამოუკიდებლები, ჩვენ ვართ მიმართულების მიმცემი. ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენ შვილებს დაცული ისედაც არიან. გესმით? ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ მიმართულება. ჩვენით უნდა ისწავლონ, ჩვენ უბრალოდ ჩვენით სწავლობენ სამყაროს, ხო? ამიტომ ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სამყარო, რომ გავუზიაროთ ცოდნა მათ. რო არ იყვნენ დაბნეულები. ახლა ნახეთ. დემენციის რას ნიშნავს? აი მაგალითად გუშინ ჩვენ ვიყავით, ძალიან გვავიწყდება ხოლმე, ვისაც ახლა ყავთ პატარა ბავშვი, მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ბავშვები რო იზრდებიან, გვავიწყდება, საიდან ანუ რას ნიშნავს? სხეული ცხოველის. მოუთმენლობა, წუწუნ, ეს ყველაფერი ცხოველური არის, ჩემო კარგო. არ მიდა ზევითი, აკადე, დამიგლია ბეხებს წერე, ვერა არ მიდა გეუნები, არ მიდა აგა, არ მიდა. ბავშვი როგორ გვატყობინებთ? აი დანიელი მაგალითად როგორ მატყვა? ტირილით. აი მაგალითად გუშინ გარეთ ვიყავით და ერთ-ერთი უსაყვარლეს გოგოს ყავს, აი ბავშვი დამავწო ზუსტად 3 წლის არის თუ არ ვცდები, პატარა ბავშვი არის. როგორ გამოხატ და ვიარეთ ეს კამფეტების ჩამოვლაზე ვიყავით, მოკლედ ასეთი დღე იყო გუშინ და როგორ დაიღალა ეს ბავშვი. და როგორ გამოხატა უკმაყოფილება და დაღლა. იცით რა ტირილი მოზრთო? აი საოცარ ლივჩი დავინახე რომ შეწუხდნენ ადამიანები, იმიტომ რომ გადაჩულები არიან, ან საერთოდ არ ყავთ ბავშვი, ან გადაჩულები არიან ბავშვის აი ასეთ ხმამაღალ გამოხატვას მისი წუხილის. გესმით? და უცბად გავალე პარალელი ანალოგიურად არის. აი ახლა რა ვიდეოს გაზიარებაც მინდა ავიღო ერთი ფაქტი თუ რას ნიშნავს რატო ხდება დედაჩემი აგრესიული გადაადგილების როდესაც მიმყავს ერთი მისამართი და მეორე მისამართი ერთი სიტყვა არის დისკომფორტი. როგორც გუშინ იმ ბავშვმა ლიფტში მორთვა ესეთი ღრიალი იმის გამო რომ უბრალოდ დისკომფორტში ჩავარდა. ჯერ ეს დაიღალა, მერე თორცები დედამ რაღაცაზე უთხრა უარი და ასე გამოხატ აბა ბავშვი ვერ დაგიჩნდება, ვერ გეტყვით რომ საყვარელო დედიკო. მე არ მომეწონა შენი ქმედება. ანალოგიურად დედაჩემი დემენცია მქონე ადამიანი რას ნიშნავს? ვერ გამოხატავს ყველაფერს ერთსახელს ეძახის ტკივილ დისკომფორტს და ვერ გამოხატავს თავის ვერ გამოხატავს სიტყვებით რა აწუხებს და შესაბამისად ან ტირის, ან ყვირის. ახლა ნახეთ,
დედაჩემი ძალიან იბნება ხოლმე ავტობუსში, გარეთ რომ იმყავს, აი ოდნავ ქარი, ოდნავ სიცხე, მე ისეთი დისკომფორტის მომგვრელია. ცადა დედამიწა წავიყვანე ავტობუსით ყვირო და წავიყვანე ტაქსით, დაწყნარებული იყო მეფერებოდა. გესმით? აი რამხელა განსხვავებას, ამიტომ როდესაც დაარქმევთ სახელს, დემენცია მქონე ადამიანის აგრესიას ან წუწუნს, გაგიათულდებათ მოვლა. მიხვდებით რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ. მიხვდებით დემენცია მქონე ადამიანის ენა უნდა ისწავლოთ, მისი აგრესიის და წუწუნის ენა. თუ დემენციის ენას ისწავლით, გაგიათულდებათ მათი მოვლა. ახლა კი გაგიზიარებთ ვიდეოს, რომ მიხვდეთ, რომ ვიღაცა იტყვის, ღმერთო, აი დემენცია აქვს, იმიტომ ყოლის. არა. მატყობინებდა ამით, რომ არ უნდა ავტობუსში მყოფნა. მატყობინებდა ამით, რომ გარეთ ქარი იყო და არ სიამოვნებდა, ციოდა. და იმის გამო, რომ აი ასე, როგორც მე ახლა თქვენ გიხსნით და გესაუბრებთ, ასე საუბარი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფრის აღქმა აღარ აქვს, ცნობიერება აღარ აქვს. ამის გამო, იმიტომ რომ ცხოველ საწყისებში არის, ამის გამო ჩემო კარგო. რაც შეუძლია იმით ხატავს დისკომფორტ. კიდევ ერთხელ წუწუნით ან ყვირილით. ახლა კი ნახეთ ვიდეო, რომ მიხვდეთ, რაზე მაქვს საუბარი. ახლა ვართ ავტობუსის გაჩერებაზე და აი ეს არის რამხელა საცოდაობა. დედაჩემი, მოკლედ იქ მისი რაღაც საბუთის გამოსატანად წავედით. დეჯექი დედი და ისე ყვირის დედაჩემი, ისე ყვირის იქაც იყვირა და იქ ტაქსით მივიყვანე. დაწყნარდა იქრემს კომფორტში იყო, მანქანაში იყო. აბა, თავად სიყვარულო აელიტა. როგორ ხარ? Хорошо. მიყვარ. Они хорошо, все время смотрели. საუკეთესო რო ხარ თუ იცი? Да, не знаю. არ იცი? Ко мне хорошо удится. რომ მიყვარ ხარ იცი? Ага. იცი. თელ საქართველოს რო უყვარ ხარ იცი? Спасибо большое. ყველა რო ამბობს რომ საუკეთესო ხარ და ლამაზი იცი? მადლობა. შენ მადლობა, ასეთი კარგი რო. პროფესორი რო ხარ ხო იცი? კი. ლექტორი რო იყავი ხო იცი? Да. აბა? Моя девочка, вот это что-нибудь супаховица и предыдущий, он все говорит, почему таким тоном, почему разговариваешь, надо просто быть такой какой-то адиотский и проще схоребливо жежать и не шурдерабрать. Вот он да. ძალიან მიყვარ ხარ. დედა. ყვავილო, ულამაზესო დედოფალო, აელიტა. მიყვარ ხარ სნიმაიო. არა, გეხუროს, ცივა გარეთ. არა, რატო? იაკი თითი გაქვს გოგო, ლამაზო. ლამაზი ხარ, ლამაზი. დედოფალო აელიტა. Ламази хар, ламази. Они засели, вот эти, они зели сами зели, потому что они хотели 4 раза. Вау. Ყველა სიყვარულებით. ყველა სიყვარული. მათე. ასეთი ლუცები ტრუდნა თქვენ. ხო. მოგონიანი პრობლემა. Подошел и посердился. საუკეთესო. ახლა ავტობუსის გაჩერებაზე ვარ. ტაქსით მიწერს 16 წუთს და 16 წუთი ველოდებით ავტობუსს. ეს გახლავთ მეორე ავტობუსი უკვე. და კიდე მე რომ გადავსხდეთ მესამე ავტობუსში, რომ როგორმე მივიდეთ მისამართზე. და ტაქსით პირდაპირ მივიდოდით, ანუ 40 წუთს მიწერს ავტობუსით, თუმცა ხა ეს 40 წუთი გაიზარდა, იმიტომ რომ მარტო 16 წუთი, ხა იმას აღარ ვთვლი პირველ ავტობუსს რო ველოდებოდით, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მოგვიწია ლოდინი, მალევე მოიწია, მაგრამ ამ ავტობუსს ველოდებთ უკვე 16 წუთი და 16 წუთში ვიქნებოდით სახლში. როდესაც 40 წუთს პლუს კიდე 16 წუთი ლოდინის რა ვიცი, ალბათ 2 საათში მივალ სახლში. აი საოცრებაა.
ამიტომ კანადაში თუ არ ყავს მანქანა, ემიგრანტები ხარ და იმასორეთ St. John's Rehabilitation Hospital. გზაში იმხელა დრო დაგიხარჯებათ ლოდინი, მერე ისეთი სიცივეებიც ის არის გასათვალისწინებელი და თუ დემენციასთან ერთად დემენცია აქვს თქვენ მშობელს, მოკლედ მორტალბერ გასათვალისწინებელი. ამაზე პასმატრი და იუბოლე მენშენ ბუდით. მადლობა ღმერთს მეორე ავტობუსში ჩავხედით. პატრიცია რამდენი შორტი ათი გაჩერება. შემდეგ მესამე ავტობუსში გადავსწრებით. იმედი მაქვს მესამე ავტობუსი მალე მოვა. სიცივე, ახლა ველოდებით მესამე ავტობუსს. არ ვიცი როდის მოვა და დედა სტრესი რო გამოვიდეს, ამიტომ ხეჭვით გამოდის სტრესი, ასე უფრო მშვიდად არის და ველოდებით აგერ გამომართვი დედი და ასე მშვიდად ავიღებ, ასე მშვიდად ველოდებით მესამე ავტობუსის მოსვლას ადლიერი ვარ. ნელა. ოჩ. და დასკვნა. კომფორტი. ხეჭვა, იმიტომ რომ სტრესი აი აქ გროვდება, რომ აი მაგალითად ძაღლს ცხოველიც ანალოგიურად არის, ძაღლმა რომ გამოიტანოს თუ აგრესია არის, ხო? ყებს, ან თუ ძალიან არ ამითაც იხარჯება, როგორც დედაჩემი მაგალითად ყვირის. აგრეთვე უნდა უკბინოს. აი მაგალითად თუ რამდენჯერ ყოფილა, თუ ძაღლი ვერ კბენს იმას, ვიზეც აქვს აგრესია, ანუ ეშინია ან დომინანტი ან ასე შემდეგ, პატრონზე ბრუნდება, რომ რაღაცას უნდა უკბინა, გამოვიდა ნეგატივი, უკეთესად არის. ორი ძაღლი არის, ერთმანეთს კბენს მიუხედავად ისა, რომ ერთად არიან აღზრდილები. რატო? ანუ სტრესის გადატანა უნდა მოხდეს. თუ არა და არ შეუძლია, ანუ ეს უნდა განთავისუფლდეს სტრესისგან და მე არის კარგად ცხოველი. ანალოგიურად. ეს ზოგჯერ მოდის ხოლმე დედაჩემი საკბენად, რომ ანუ აქედან უნდა როგორ გამოგვაქვს? ან ყვირილით, ტირილით, ან არა და კბენით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ცხოველის გვაქვს. გავიხსენოთ ადამიანებო, რომ ჩვენ სული ვართ. სული გვაქვს ღმერთის, სხეული ცხოველის. გესმით? აი ეს არის. ცხოველი, სული. ფშვინვა, გული, გონება, ამათი გაერთიანებით ხდება სასწაულები. აქედან გამომდინარე, ხეჭვა, აღეჭინეთ. გადაატანინეთ ყურადღება და შეუქმნეთ კომფორტი. და რაც თავარია, უპირობო სიყვარული, უპირობოდ მათი მიღება. არის გამოსავალი. იმედი მაქვს დაგეხმართ ეს ვიდეო. ბადროებით. მალე